გასალმებით კოლეგებო, ჩვენ თავრობის ინასხლმა ჰქონდა 2 დეკემბერს, მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია, ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა. და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის საკმაოდ სერიოზული რესურსი, მათ მოაწყოს რუსთაველის გამზირზე ომის იმიტაცია, ომის პარტია მოაწყო ომის მცირე იმიტაცია, რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მე მინდა მადლობა გადავხადო კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ მინის, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმოქმედა კიდევ ერთხელ ვიტყვი ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა მაიდნის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რასაც გამოძიება რა თქმა უნდა დაწყებულია. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე. და ჩვენ ვიხილეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული, აქაც იყო ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, შუშები ჩაუმტვრიეს, არც მეტი თვარსები, ფანჯრის შუშა ჩაუმტვრიეს პარლამენტის შენობაში, იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა ასევე პარლამენტის შენობაში, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული და კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა. ამისათვის რეალურად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებამ მთლიანად ამოწურეს ჩვენს ქვეყანაში. ახლა გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი ყველა ერთად 5000 ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი. რაც შეეხება მოთხოვნების არარსებობას, რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ სინამდვილეში ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია. პირიქით ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 4 წელიწადში 2028 წლისთვის ჩვენ ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოება, მათ შორის მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვი. და მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგარეშე არჩევნების დანაშაულის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. და საქართველოში მაინც და მაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი. ყველა მის რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც შედგება 4 პარტიისგან, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და კახარიას პარტიებისგან და არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც ამ მოთხოვნას, რიგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს საბოლოო ჯამში უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა. ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსდა, რომ უნდა მოასრონ 20 იანვრამდე საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად უფრო მალე დაასრულებენ 20 იანვრამდე საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.
ჩვენ პირიქით ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გულისხმობ ამერიკულ ადმინისტრაციას, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც სჭირდება ძალიან ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელსაც არ ქონდა სინამდვილეში არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და ჩვენ გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც იქნება რეალური შინაარსი და რომელსაც იქნება რეალური დღის წესრიგი თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა გქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევები, როგორც არის მაგალითად ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ განსხვავებულად ხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდა აქტიურად საუბრების დაწყება ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან. ასევე ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ღირებულებებზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს პირველ რიგში ღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაცია არ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც თვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ღირებულებებს. და ვფიქრობთ, რომ აქაც არის სერიოზული თანხმდევრა ახალ ადმინისტრაციასთან, შესაბამისად ესეც გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს. თლიანობაში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან კარგად ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო პროგრამა, 4-წლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომლებიც გავეცით წინა საარჩევნოდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, წინა მთავრობის ხმაზე დეტალურად ვისაუბრე, ამ გეგმებზე და აღარ მინდა დღეს დეტალურად ვისაუბრო, გვინდა რომ 40 მილიარდით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა, გვინდა რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4%-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ამ შემდეგ აღარ მინდა განვავრცო ამაზე საუბარი და ამასთან ერთად, ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასევე პოლიტიკური დღის წესრიგი. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე და უფრო ადრეც საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული და მთლიანად უნდა იყვნენ განეიდრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენ საზოგადოებაში გამუდმებული გახლეჩვის შემოტანას, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით 4 წლის თავზე და უფრო ადრეც მიიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება. აღარ დარჩება კოაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმე დაისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და მთლიანად თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი თავსმოხეული, არავითარი კოაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. კიდევ ერთხელ მაიდინის მცდელობა ჩავარდა ჩვენს ქვეყანაში. ახლა ერთადერთი რასაც ცდილობენ, რომ მცირე ზიანი მაინც მიაყენონ ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას, არაცადან ბოლომდე ახალი წლის ზეიმი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამის მერე ასეთი მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ უგვირთ თუ რატომ აგებენ ყოველჯერზე არჩევნებს, უკვე 9 არჩევნები აქვთ წაგებული, თუ ასე გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე. მე ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფო სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზიარებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ჩვენს ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს.
მადლობა ყურადღებისთვის, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე.